ახლა კი გადავიდეთ მთავარზე. არმან სარუკიანის კარიერის გარშემო უცნაური აურა შეიქმნა. ერთი მხრივ ის რჩება აქტიური, იბრძვის სხვადასხვა ფორმატში და ამტკიცებს თავის სიძლიერეს, მაგრამ მეორე მხრივ ის მთავარი ბრძოლა, რომელსაც ყველა ველოდებით, თითქოს სულ უფრო შორდება. შარაპუტინ მაგომედოვთან, იგივე შარაბულეთ, ფრე-გრეპლინგის ტურნირზე კიდევ ერთხელ გახდა განხილვის საგანი. თუმცა ხალხი არა მის ტექნიკაზე, არამედ იმ ერთ სახელზე საუბრობს, რომელიც მას აჩრდილივით დაჰყვება. ისლამ მახაჩევი. სარუკიანმა ბოლოს და ბოლოს სიმართლე თქვა და ბევრ გულშემატკივარს იმედები გადაუწურა. მისი თქმით, მახაჩევთან გრეპლინგის მატჩი თითქმის შეუძლებელია. რატომ? არმანი არ აბრალებს ამას დროს ან სიმამაცის ნაკლებობას. ახსნა არის მარტივი და ბრუტალური. მახაჩევი UFC-ში იმდენად დიდ ფულს გამომუშავებს, რომ ამ მომენტში მსოფლიოში არ არსებობს ორგანიზაცია, რომელიც მას გრეპლინგის მატჩისთვის შესაბამის ჰონორარს გადაუხდის. სარუკიანი აღიარებს, რომ ისლამი არის ჩემპიონი, რომელსაც UFC-ს გიგანტური მანქანა იცავს. თვითონ კი მიუხედავად ტოპ პრეტენდენტობისა, ჯერ კიდევ იბრძვის იმისთვის, რომ მისი სიტყვა გადამწყვეტი გახდეს. მაგრამ აქ ჩნდება კითხვა: ეს სარუკიანის გულწრფელობაა, თუ იმის აღიარება, რომ მახაჩევამდე მისასვლელი გზა ჩაიკეტა. სწორედ ეს რეალობა ხსნის არმანის ბოლო დროს მიღებულ გადაწყვეტილებებს. შარაბულეთთან ფრე, მხოლოდ ქულებისთვის ბრძოლა არ იყო. ეს იყო მცდელობა, დარჩეს აქტუალური, სანამ UFC-ს კარი კვლავ გაიღება. ირონია ისაა, რომ ეს კარი ადრე ფართოდ იყო ღია, თუმცა სარუკიანის ბრძოლიდან ჩეხსნამ ყველაფერი შეცვალა. ახლა UFC წინ მიდის და უკან აღარ იყურება. ორგანიზაციამ უკვე დააანონსა დროებითი ტიტულისთვის ბრძოლა პედი პიმბლეტსა და ჯასტინ გეიჯს შორის. სარუკიანი კი თამაშგარე მდგომარეობაში დატოვა. გავრცელებული ვერსიით არმანის უარის მიზეზი ტრავმა იყო, მაგრამ ახლახანს ვირუსულად გავრცელებულმა კადრებმა, სადაც ის თავის ნუტრიციონოლოგთან ხუმრობს, ეჭვები გააჩინა. სარუკიანმა ახსენა, რომ ამჯერად წონის კლება იდეალურად მიდის და პრობლემა არ აქვს. ამ ფრაზამ საზოგადოებას მიანიშნა, რომ წინა შემთხვევაში შესაძლოა სწორედ წონასთან დაკავშირებულმა სირთულეებმა ითამაშა გადამწყვეტი როლი მის უარში. ახლა UFC-ს ცივი დამოკიდებულება უფრო ლოგიკურად ჩანს. ერთი შეცდომა კულუარებში მას ძვირად უჯდება. სანამ სარუკიანი მხოლოდ UFC-ს გარეთ აქტიურობს, მისი ოცნება, საჩემპიონო ქამარი, ნელ-ნელა ხელიდან უსხლტება. თქვენ რას ფიქრობთ, მეგობრებო? სარუკიანმა მართლა დაიწვა თავი UFC-სთან, თუ უბრალოდ გარემოებათა მსხვერპლია? ბევრს მიაჩნია, რომ ის უბრალოდ გაურბის მახაჩევს და წონის პრობლემა მხოლოდ თავის მართლებაა. დაწერეთ გჯერათ თუ არა სარუკიანის ამ ვერსიის. თუ ფიქრობთ, რომ ის საერთოდ აღარ იმსახურებს ტიტულზე ბრძოლას. UFC-ს 324-ის მოახლოებასთან ერთად ჯასტინ გეიჯი კვლავ ყურადღების ცენტრშია. თუმცა ამჯერად არა მხოლოდ პედი პიმბლეტთან მოახლოებული სისხლის მღვრელი ორთაბრძოლის დამო, არამედ იმ გასაოცარი გულწრფელობისთვის, რომელიც მან ილია თოფურიას მისამართით გამოიჩინა. სანამ ოქტაგონზე პედისთან ომისთვის ემზადება, გეიჯის თავზე ერთი სახელი აჩრდილივით ტრიალებს: მატადორი. ილია თოფურია ის ჩემპიონია, რომელიც თავად არ იბრძვის ამ ქარტზე, მაგრამ მაინც აკონტროლებს ყველაფერს. UFC 324 თითქოს ორ სამყაროდ გაიყო. ერთ მხარეს არის გეიჯი და პიმბლეტი, წმინდა სისასტიკე, ბრუტალური სტრაიკერი, ფლამბოიანტური გრეპლერის წინააღმდეგ. მეორე მხარეს კი დგას ილია თოფურია, რომელიც მწვერვალიდან მშვიდად უყურებს ამ არეულობას და ელოდება მას, ვინც გაბედავს და მიუახლოვდება. სწორედ ამ დაძაბულობამ აიძულა გეიჯი გაეკეთებინა განცხადება, რომელიც მის ჩვეულ სტილს საერთოდ არ გავს. მებრძოლმა, რომელსაც ჰაილაიტს ეძახიან, საჯაროდ აღიარა, რომ 24 იანვრის შემდეგ მას უდიდესი საფრთხე ელოდება. პირველად კარიერაში გეიჯიმ თქვა, რომ მას ეშინია მატადორის. ESPN დეპორტესთან ინტერვიუში გეიჯმა აღნიშნა, რომ თოფურიასთან ბრძოლა არ არის მხოლოდ სტრატეგია ან ფიზიკური ძალა. ეს არის ინსტინქტების ომი. მან კარგად იცის, რამდენად მყიფეა კონტროლი ოქტაგონზე. ჯასტინმა გამოსცადა ყველაფერი. მაქს ჰოლოვეისთან ბოლო წამზე განცდილი მტკივნეული მარცხიდან დაწყებული, იმ გამარჯვებებით დამთავრებული, რომლებიც მოთმინებასა და სისხლს მოითხოვდა. ილიაში ის ხედავს მებრძოლს, რომელიც შეცდომას არ პატიობს. გეიჯის თქმით, ეს სპორტის ზედმეტად ველურია პროგნოზებისთვის, მაგრამ თოფურიას ძალა მის სიზუსტეშია, არა ბრმა აგრესიაში. ჯასტინის გეგმა მარტივად ჟღერს, მაგრამ შესასრულებლად თითქმის შეუძლებელია. არ მოხვდე ილიას მარჯვენა ხელში და არ გაებე მისი კომბინაციების ქსელში. მან თოფურიას კომბინაციებს უწოდა საუკეთესო, რაც კი ოდესმე MMA-ის სამყაროში უნახავს. და აი აქ გაჟღერდა ფრაზა, რომელმაც ბევრი დააფიქრა. გეიჯიმ თქვა, რომ ეს არის ულამაზესი გამოწვევა და მას უყვარს ის შიში, რომელიც ამ გამოწვევას ახლავს. ეს არის იშვიათი აღიარება კაცისგან, რომელიც სიკვდილს თვალებში არაერთხელ ჩახედია. ნიშნავს თუ არა ეს, რომ გეიჯი უკვე მორალურად გატეხილია, თუ პირიქით, ეს მისი ყველაზე საშიში ფორმაა.
სანამ ილიაზე ფიქს დაიწყებს, გეიჯიმ პედიპ იმბლეტი უნდა დაამარცხოს. თუმცა მისი მოსამზადებელი ბანაკიდან გამოსული კადრები გულშემატკივრებს აშფოთებს. ნაცვლად იმისა, რომ ფრთხილად იყოს, ჯასტინი საკუთარ ჯანმრთელობას სასწორ ზედებს. გავცელდა კადრები, სადაც ის სპარინგ პარტნიორს თავით ეჩხება. ეს ისეთი დარტყმა იყო, რის გამოც ბევრი მებრძოლი ტურნირიდან იხსნება. ეს შემთხვევა კიდევ ერთხელ გვახსენებს, თუ რა თხელია ზღვარი მზადობასა და განადგურებას შორის. ჯასტინი იცის, რომ მისი დრო იწურება. ის არ მოსულა ფრთხილად თამაშისთვის. ის მოვიდა, რათა იყოს ის, ვინც არის. ქაოსის მეფე, რომელიც პირდაპირ საფრთხისკენ მიიდის შაბები, მაშინაც, როდესაც ამ საფრთხეს ილია თოფურია ჰქვია. საკომენტარო კაუჭი, სადავი თემა. მეგობრებო, მოდით პირდაპირ ვიტყვით, რომ ჯასტინი უბრალოდ პატარა გოგოსავით წუწუნებს, თუ მართლა აცნობიერებს, რომ ილია მას ოქტაგონზე დაასრულებს. პირადად მე ვფიქრობ, რომ ჯასტინი უკვე ეძებს მიზეზებს, რატომ წააგებს თოფურიასთან. თუმცა ბევრი თქვენგანი ალბათ პირიქით ფიქრობს. დაწერეთ კომენტარებში, საერთოდ აქვს შანსი ჯასტინის ილიას წინააღმდეგ, თუ ის უბრალოდ მორიგი მსხვერპლია მატადორისთვის. და ისიც დაწერეთ, ხომ არ ნიშნავს მისი ბანაკის ტრაუმები იმას, რომ პედიპ იმბლეტისთან ბრძოლასაც კი ვერ მიაღწევს. ველოდებით თქვენს აგრესიულ და გულწრფელ აზრებს. მეგობრებო, სანამ დივიზიონში ნვნებები არ ცხრება, კიდევ ერთი ხმაურიანი განცხადება გავრცელდა. იენ მაჩადო გერი, რომელიც ქვესაშუალო წონის ტოპ 3-ს ამთავრებს, დარწმუნებულია საკუთარ უძლეველობაში. ირლანდიელი მებრძოლი ამბობს, რომ ისლამ მახაჩევზე გამარჯვება მას მსოფლიოს საუკეთესო მებრძოლად P4P აქცევს. როდესაც მე ისლამ მახაჩევს მოუგებ, ამ პლანეტაზე არავის ექნება გამართლება. მე დავამარცხებ საუკეთესოს და ყველა თქვენი ეწვი გაქრება. აცხადებს გერი თავის სოციალურ ქსელში. ის თვლის, რომ ხალხი მუდამ ეძებს მიზეზებს სხვების წარმატების დასაკნინებლად, მაგრამ მისი აზრით რეალობა მარტივია. ის უბრალოდ ყველაზე უკეთესია. მისი გეგმაა გახდეს ჩემპიონი და შემდეგ დაიწყოს ტიტულის აგრესიული დაცვა. თუმცა არის ერთი პრობლემა. მახაჩევმა აღნიშნა, რომ ოქტაგონზე დაბრუნებას მხოლოდ ზაფხულში აპირებს. გერი კი აცხადებს, რომ ამდენ ხანს ლოდინს არ აპირებს და მზადაა გარისკოს თავისი სატიტულო შანსით. ეს ბევრისთვის თავხედობაა, ბევრისთვის კი ნამდვილი ნებრძოლის ხასიათი. გერი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ის არ არის მხოლოდ PR პროექტი და მზადაა ყველაზე რთული გამაწვევებისთვის, მაგრამ მახაჩევი სხვა დონეა. ეს არის ჭიდაობისა და დისციპლინის მანქანა. შეძლებს კი ირლანდიელი თავისი სტრაიკინგით იმას, რაც სხვებმა ვერ შეძლეს? ახლა კი სიმართლე ვთქვათ. იენ გერი მართლა მომავალი ჩემპიონია თუ უბრალოდ მორიგი ბლა-ბლა-ბლა მებრძოლი, რომელსაც მახაჩევი პირველივე რაუნდში დაარჩხავს. პირადად მე ვფიქრობ, რომ მახაჩევი მას საერთოდ ვერც კი შეამჩნევს ოქტაგონზე. თქვენ რას ფიქრობთ? გერი მართლა უკეთესია თუ უბრალოდ ყვირილით ცდილობს ყურადღების მიქცევას? დაწერეთ კომენტარებში. ხომ არ გეჩვენებათ, რომ გერი ზედმეტად ბევრს ბედავს? მას შემდეგ, რაც მათ face-offs უყურეთ, დღეს უნდა განვიხილოთ ამ ბრძოლის შედეგი. სიმართლე გითხრათ, ცოტა არ იყოს იმედგაცრუებული დავრჩი. ბევრი თქვენგანი ელოდა სისხლს და ცეცხლს, მაგრამ მივიღეთ ის, რაც მივიღეთ. თუმცა, თქვენ უინფორმაციოდ არ დაგტოვებთ. მოდით დეტალურად გავიაროთ, რა მოხდა რუსეთში, Hype Fighting-ის ტურნირზე. პირველ რიგში უნდა ითქვას, რომ ბრძოლა მხოლოდ 6 წუთი გაგრძელდა. წარმოგიდგენიათ, ასეთი დონის ვარსკვლავები და მხოლოდ 6 წუთი? წესების მიხედვით მოგება მხოლოდ ფინალიზაციით, დახრჭობით ან მტკივნეულით იყო შესაძლებელი. სხვა შემთხვევაში ცხადდებოდა ფრე. სწორედ აქ დაუშვეს ორგანიზატორებმა შეცდომა. ჩვეულებრივ, როცა ტურნირი მხოლოდ ფინალიზაციაზეა, დრო არ უნდა იყოს შეზღუდული. სანამ ერთი არ დანებდება, მანამ უნდა გაგრძელდეს, მაგრამ აქ 6 წუთი გავიდა და მატჩი ფრედ დასრულდა. ბრძოლის სცენარი ასეთი იყო. სარუკიანი გამუდმებით ცდილობდა მიწოლას, ჩახუტებას და თეიქდაუნებს. შარა ბულეტი კი მთელ ენერგიას თავდაცვაზე ხარჯავდა. მიუხედავად იმისა, რომ შარა ვიზუალურად ბევრად უფრო დიდი ჩანდა, არმანმა მაინც მოახერხა მისი ორჯერ ძირს დაგდება. ერთ-ერთი მომენტი მართლაც შთამბეჭდავი იყო. სარუკიანმა ის ჰაერში აიტაცა და მთელი ძალით დაანარცხა ტატამზე. სწორედ ეს იყო ამ ბრძოლის ჰაილაითი. თუმცა მიწაზე შარამ მოახერხა გარდის აღდგენა. ერთ მომენტში შარას ჰქონდა შანსი სამკუთხედზე წასულიყო, მაგრამ ეტყობა, რომ პარტერში ის ჯერ კიდევ ძალიან მწვანეა. სარუკიანმა მარტივად დააღწია თავი და წნეხი გააგრძელა. საინტერესოა სარუკიანის ფიზიკური ფორმაც. ბევრი ამბობდა, რომ ის ფორმიდანაა ამოვარდნილი, მაგრამ მე ასე არ ვფიქრობ. დიახ, ის ცოტა უფრო დატენილი ჩანდა, ვიდრე უშუალოდ ბრძოლის დღეს, როცა წონას აბარებს, მაგრამ მისი პრესი მაინც იკვეთებოდა. ეს ფორმა მას საშუალებას აძლევს იანვრისთვის თავისუფლად ჩადგეს საბრძოლო წონაში, თუ UFC-ს მისი დახმარება დასჭირდება. გარდა ამისა, ტურნირზე სხვა გიჟური ამბებიც მოხდა. რუსულ ტურნირებს ხომ იცით, ყოველთვის თან სდევს სკანდალები. ერთ-ერთ ბრძოლაში მას შემდეგ, რაც მსაჯმა შეხვედრა აჩერა, მებრძოლებმა მაინც გააგრძელეს ერთმანეთის ცემა.
მსაჯი შუაში ჩაუდგა, მაგრამ ერთ-ერთმა მაინც მოუხნია და მოხდაც კიდეც. მაშინვე რინგზე მებრძოლის მეგობრები ამოცვივნენ. ვინ უნდა ვცემოთო? ტიპური რუსული ატმოსფერო იყო. საბედნიეროდ სიტუაცია განიმუხტა, თუმცა ამან კიდევ ერთხელ აჩვენა რა დონის ქაოსია ასეთ ივენთებზე. ბრძოლის შემდეგ შარა ბულეტმა თქვა, რომ 6 წუთი ძალიან ცოტაა და ვერაფრის გაკეთება ვერ მოასწარი. სარუკიანმა კი აღიარა, რომ ეს წესები მისთვის არაკომფორტულია, რადგან ის უფრო ხანგრძლივ და დინამიურ ბრძოლებსაა ჩვეული. თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ UFC მას უფრო დიდ რისკზე წასვლის უფლებას არ მისცემდა სხვა ორგანიზაციაში. მეგობრებო, მოდით გულახდილად ვთქვათ, ეს იყო ბრძოლა თუ უბრალოდ ერთმანეთის გაყორება ფულის გამო? მე პირადად ვთიქრობ, რომ სარუკიანმა საერთოდ არ მოინდომა და შარა ბულეტი უბრალოდ დაინდო. ბევრი ამბობს, რომ შარას საერთოდ არ აქვს ჭიდავა და ეს 6 წუთი მისთვის საჩუქარი იყო. თქვენ რას ფიქრობთ? სარუკიანმა მართლაც ვერ დაახრჩო თუ უბრალოდ არ აწყობდა შოუს გაფუჭება? დაწერეთ კომენტარებში, ხომ არ გგონიათ, რომ ასეთი ფრე-ბრძოლები მხოლოდ მაყურებლის მოტყუებაა? ვაგრძელებთ სარუკიანისა და შარა ბულეტის სკანდალური მატჩის ანალიზს. პირველ ნაწილში ვისაუბრეთ იმაზე, რომ ბრძოლა ფრედ დასრულდა, მაგრამ ახლა მინდა ყურადღება გავამახვილო იმაზე, რაც ბევრმა გამოტოვა. დავიწყოთ არმანის ფიზიკური კონდიციებით. ბევრმა გულშემატკივარმა სოციალურ ქსელებში დაიწყო წერა, რომ სარუკიანი გასუქდა და მას ზედმეტი ცხიმი აქვს. მოდით რეალობას შევხედოთ. დიახ, ის არ იყო იმ მშრალ ფორმაში, როგორშიც ისლამ მახაჩევთან ან ოლივეირასთან ბრძოლის წინ ვხედავთ. მისი შორტებიც ცოტა მაღლა იყო აწეული, რაც ვიზუალურად მუცლის არეს უფრო დიდ საჩენდა. მაგრამ ძმებო, ნუ დაგვავიწყდება, ეს არ არის პროფესიონალური MMA ბრძოლა. ეს იყო გრეპლინგის შოუ. არმანი ახლა off-season-შია. ის ბევრს ჭამს და სხეულს დასვენების საშუალებას აძლევს. მიუხედავად ამისა, როცა მან შარა ბულეტი ჰაერში აიტაცა, გამოჩნდა, რომ მისი ძალა არსად გამქრალა. ის ისევ ისეთივე აფეთქებადია, როგორიც ადრე. რაც შეეხება შარა ბულეტს, მოდით გულახდილები ვიყოთ. ის ბევრად უფრო დიდი და მაღალი ჩანდა ოქტაგონზე. ბევრს ეგონა, რომ მისი გაბარიტები სარუკიანისთვის პრობლემა გახდებოდა, მაგრამ არმანმა დაამტკიცა, რომ ტექნიკა ყოველთვის ჯობნის ძალას. თუმცა შარამაც გაგვაკვირვა თავისი კარდიოთი. 6 წუთი მან გაუძლო არმანის მუდმივ წნეხს. თუმცა პარტერში მისი მოქმედებები ძალიან პრიმიტიული იყო. ის მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, რომ არ დაეხრჩოთ. სარუკიანი კი პირიქით, ის მუდმივად ეძებდა პოზიციას. პირზე ხელს აფარებდა შარას, რაც გრეპლინგში ნებადართულია, რათა სუნთქვა გაერთულებინა მისთვის. ეს იყო სუფთა ფსიქოლოგიური ზეწოლა. ყველაზე საინტერესო კი ისაა, რაც ბრძოლის შემდეგ მოხდა. იენ მაჩადოგერის მსგავსად, სარუკიანიც ამბობს, რომ ის არის საუკეთესო და მზადაა ნებისმიერი გამოწვევისთვის. მაგრამ ეს მატჩი უფრო მეგობრულ სპარინგს გავდა, ვიდრე ნამდვილ ომს. სარუკიანმა მოგვიანებით აღიარა, რომ 6 წუთი არ არის საკმარისი იმისთვის, რომ მებრძოლმა თავისი შესაძლებლობების 100% აჩვენოს. ჩვენ დარბაზში 10 წუთიან რაუნდებს ვაკეთებთ და 6 წუთი საერთოდ არაფერიაო, თქვა მან. და მართალიცაა. თუ გსურთ ნახოთ ვის უკეთესი გამძლეობა აქვს, ბრძოლა მინიმუმ 20-30 წუთი უნდა გაგრძელდეს. საბოლოო ჯამში ამ ივენთმა ბევრი ნახვა დააგროვა, რაც იმას ნიშნავს, რომ ხალხს აინტერესებს სარუკიანი, მაშინაც როცა ის ნახევარ-ძალით იბრძვის. მაგრამ ქართველი გულშემატკივრისთვის მთავარი კითხვა სხვაა. არის თუ არა ეს სარუკიანი ის მებრძოლი, რომელიც ისლამ მახაჩევს ტიტულს წაართმევს, თუ ის უბრალოდ მედია ვარსკვლავად იქცა, რომელიც მხოლოდ ფულზე ფიქრობს.